ისრული სოლიდარობა ტელეკომპანია თრიალეთს. ტრაგედია არის ის, რომ მაუწყებელი, რომელიც თითქმის 4 წლეულია ეთერშია, ინფორმაციას აწვდის ჩვენს მოქალაქეებს, დღეს მაუწყებლობს საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ერთხელ გახდა იძულებული, რომ შეეწყვიტა ეს მაუწყებლობა და ეს იყო რუსული აგრესიის დამსახურებით. დღეს კი ჩვენ ვხედავთ გარემოებას, რომ თრიალეთმა შეიძლება კვლავ შეწყვიტოს მაუწყებლობა და ეს უკვე არის საქართველოს სახელმწიფოს აგრესიული დამოკიდებულების ბრალი. ეს არ არის სახელმწიფო, არამედ იმ ძალის დამოკიდებულება, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს სახელმწიფო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რომელმაც თავისუფლება მოიპოვა 31 წლის წინ და ვარ დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე არსებობდეს ძლიერი რეგიონალური მაუწყებლობები. ერთ-ერთი დიდი მედია ორგანიზაცია, რომელიც ბაზირებული არის დედაქალაქში, ვერ შეძლებს ეთნიკურად გააშუქოს და ასახოს ის ვითარება, რომელიც არის რეგიონში, ისე როგორც ამას გააკეთებს ადგილობრივი რეგიონალური მედია. გაცვლად იმისა, რომ ეს სახელმწიფო ზრუნავდეს რეგიონალურ მედია ორგანიზაციებზე, ჩვენ ვხედავთ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, ისრად მიმართულებით დამოკიდებულებას, რომ რეგიონალური მედიები ერთი მეორეზე მიღებული საქართველოში ეს იკეთება. როდესაც არჩევნები პოლიტიკის გატარება მხოლოდ პროპაგანდით, არა სახელმწიფო ინტერესების გატარებით, არამედ პარტიული ინტერესების გატარებით და ამას ურება დიდი მედია ორგანიზაციები, ისეთი როგორიც დღეს აქ უკვე დასახელდა. სხვა თავისუფალი სიტყვა კი ყველგან იდევნება. ამისთვის აუცილებელი არ არის გამოყენებული იყოს დიქტატურისთვის დამახასიათებელი ისეთი მეთოდები, რომელიც ადრე იყო გამოყენებული თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმი იყენებს ზეწოლის ჰიბრიდულ მეთოდებს. ეს ჰიბრიდული მეთოდები შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ამ შემთხვევაში ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ფინანსური საქცია არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ტელეკომპანია მაუწყებლობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყველანაირად უშუალოდ სახელმწიფო თავისი რეგიონული პოლიტიკის გატარებით ხელი შეუწყოს და გააძლიეროს იგი. ჩვენ კი ახლა ვხედავთ, რომ არა თუ თრიალეთი, ყველა რეგიონალური მაუწყებელი ჩახსნილი არის ყველა საშუალებისგან, რომ დაფინანსება მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისგან. ეს მარტივად სათქმელი არის. მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ ერთი პროპაგანდა ისმოდეს ხმამაღლა, მოხდეს პარტიული ინდოქტრინაცია და არანაირი განსხვავებული აზრი ადამიანმა ვეღარ გაიგოს. ესეთი მდგომარეობა ჩვენ გვახსოვს საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, როდესაც მაუწყებლობდა მოსკოვი, იყო ძლიერი ცენზურა და ყოველგვარი თავისუფალი სიტყვა ისჯებოდა პირდაპირ ციხით. დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ იმის, რომ პირველად საქართველოში ყავს პოლიტპატიმარი ქალი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, თავისუფლება და სოლიდარობა მას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ არა საზოგადოებრივი აქტივობა, პოლიტიკოსი ქალბატონი ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე არ გახდა სათანადო ყურადღების ობიექტი. მხოლოდ საზოგადოების ჩარევით ხერხდება მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. ბევრი რამე არის ჩვენზე, მოქალაქეებზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი სიტყვა, ჩვენი უფლება, სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლება უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ მედია ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სიტყვის თავისუფლებას, ემსახურებიან საზოგადოებას და არიან მთავარი გამტარი და მთავარი ფილტრი საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის. თუ პოლიტიკას გვინდა რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, აუცილებელია იარსებოს მედია. აუცილებელია მედია იყოს ძლიერი. დღეს კი ვხედავთ იმას, რომ ტარდება კლასიკური პოლიტიკა, გათიშე და იბატონე. ამას მოქალაქეები უნდა დაუპირისპირდეთ. მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ყველაზე ხმამაღლა. ჩვენ თუ დავკარგავთ თავისუფალ სიტყვას, ჩვენ თუ დავკარგავთ სიტყვის თავისუფლებას და მედიას, რომელიც ამ სიტყვის თავისუფლებას ემსახურება, მეცუნეთ არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ პირად თავისუფლებას დავკარგავთ. ჩვენ გვაქვს არაერთი პრობლემა მოქალაქეებს. გვჭირდება წინსვლა განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, გვაქვს ფუნდამენტური ნომერ პირველი პრობლემა მოსაგვარებელი, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რამდენიმე მეტრში არის
მტრის ჯარი, რამდენიმე მეტრში არის მავთულ ხარჯი. ხმა, რომელიც აღწევს ამ მავთულ ხარჯს იქით, არის თრიალეთი. ჩვენ თუ დავკარგავთ თრიალეთის ხმას, დავკარგავთ პირდაპირ ხმას, მავთულ ხარჯს იქით ცხოვრობ ჩვენს თანამოქალაქეებთან. ჩემი სრული სოლიდარობა თრიალეთს, სრული მხარდაჭერა აუცილებელი არის, რომ მე გარდა ამ ჩემი სიტყვით გამოსვლისა აქ, ყველგან სადაც ვიქნები, ყველგან სადაც მექნება ამის შესაძლებლობა, ამ პრობლემის შესახებ ხმამაღლა ვიტყვი, რომ დღეს რეგიონალური მედია საჭიროებს დახმარებას და ეს შეგვიძლია ჩვენ მოქალაქეებს. საქართველოს მოქალაქე არის მთავარი, საქართველოს მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა სიტყვის თავისუფლება და ჩვენ უნდა დავიცვათ ის მთავარი ბურჯები, ის მთავარი ღერძები, რომელიც ჩვენი ამ უფლების რეალიზებაში გვეხმარება. სოლიდარობა თრიალეთს, მადლობა თქვენ დღეს აქ მობრძანებისთვის, თითოეულ თქვენგანს და ასევე როგორც მე თქვენც აუცილებლად ესე უნდა ერთიანად უნდა შევკრათ პირი და ამ პრობლემების შესახებ ჩვენ წრეში უნდა ვილაპარაკოთ. სადაც კი ხმა მიგვიწვდება, ყველგან უნდა ვთქვათ, უნდა გავავრცელოთ სიტყვა ესე, რომ დავიცვათ ჩვენი სიტყვის თავისუფლება. სოლიდარობა კიდევ ერთხელ თრიალეთს